ზოგადი განათლების მიმართულებით უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის. ეს ამონაწერია საქართველოს მთავრობის 2025-28 წლების სტრატეგიული პროგრამიდან, რომელმაც კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური ერთიანი ეროვნული გამოცდების პერსპექტივა. ამ ეტაპზე, რაც დანამდვილებით ვიცით, ეს ჩანაწერია, თუმცა სხვა სასკოლო საზოგადოებაში კითხვები აქტიურად ისმის. გაუქმდება თუ არა ეროვნული გამოცდები, როგორი იქნება ეროვნული გამოცდების რეფორმა, რა ფორმატით მოხდება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა და თუ სკოლის ნიშნებს უპირატესობა მიენიჭება, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას განათლების ხარისხზე და მზაობაზე. თავად უნივერსიტეტი თუ სკოლა, სადაც ცოდნის ობიექტური ნიშნით შეფასების მანკიერი გამოცდილება გვაქვს, სადაც ნიშანი ცოდნის საზომი ვერ არის, რადგან შესაძლოა ერთ სკოლაში 10-იანი რეალურ შრომას ნიშნავდეს, მეორე სკოლაში კი მშობლის გავლენას. სკოლა, სადაც ნიშანი ცოდნის საზომი ჯერ კიდევ ვერ გახდა, რადგან დღემდე ვხედავთ სოციალურ უთანასწორობას ქალაქებსა და სოფლების სკოლებს შორის, საჯარო და კერძო სკოლების შესაძლებლობებს შორის და უამრავი კითხვაა სკოლის მიმართ და სკეპტიკური დამოკიდებულება, თუნდაც ამ ჩანაწერის გამო. რით დააზღვევს კორუფციის რისკებს სისტემა და ამოცემულობაში სკოლის ნიშნების პრიორიტეტიზაცია არის თუ არა რელევანტური გადაწყვეტილება. როგორ უზრუნველყოფს თანასწორ და სამართლიან შესაძლებლობას ყველა აბიტურიენტისთვის, რა იქნება ამ პროცესის გამჭვირვალობის გარანტი. ამ კითხვებს არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ახალი ფორმატი, როდიდან უნდა ველოდოთ ცვლილებებს და ვის მოუწევს ამ ცვლილებებში მონაწილეობა, თუმცა სკოლებმა მზადება უკვე დაიწყეს საპილოტო პროგრამის შექმნით და მასწავლებლების და მოსწავლეების ცვლილებებისთვის მზადება შეუდგნენ. რა ვიცით, რაც დანამდვილებით არ ვიცით, რას ველოდებით, რა ლოგიკური ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს რეალური მოცემულობა. ამაზე ვსაუბრობ დღევანდელ გადაცემაში განათლების საკითხების სპეციალისტებთან ერთად, რომლებსაც ასევე ნაფიქრი აქვთ არსებული სისტემის ავკარგიანობასა და რეფორმის საჭიროებაზე. ჯერ მოვისმინოთ ჩანაწერი კომენტარები და შემდგომ შევეხმიანოთ განათლების ხარისხის ექსპერტს კახა ერაძე იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა, რაც გულისხმობს სასკოლო სივრცეში საშუალო საფეხურზე იგულისხმება ახლანდელი მე-10 კლასიდან მე-11-ში გადამსვლელი კლასი ირჩევს გაძლიერებული სწავლების პროფილს. ჩვენ მოსწავლეებს უკვე შევთავაზეთ, გაეკეთებინათ არჩევანი და გამოეთქვათ თავისი აზრი გაძლიერებულ სწავლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად აერჩიათ საგნები, რომელშიც სურთ გაძლიერებული მუშაობა. ჩვენს სკოლის სინამდვილეში 6 პარალელია, 6 პარალელიდან 2-მა გააკეთა უკვე არჩევანი და ირჩევს გაძლიერებულ ქართული სწავლებას, მათემატიკისა და ისტორიის სწავლებას. შესაბამისად ამ მოსწავლეებისთვის შეიცვლება სასწავლო ბადე, 60% სასკოლო პროგრამისა ისწავლება გაძლიერებული პროფილით, 40 რჩება აუცილებელი და სავალდებულო. წელს ეს არის პილოტირების პროცესი, ბუნებრივია, კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით. ჩვენ სასწავლო წლის ბოლოს უკვე შევძლებთ შეფასებას, რა მოგვიტანა გაძლიერებული სწავლების მიდგომებმა. ალბათ შემდეგ საკანონმდებლო რეგულაციებით ეს ცოდნა მე-11, მე-12 კლასში მიღებული ცოდნა რაღაც თავს მოიყრის ალბათ შესაბამის გამოცდები იქნება ეს, ტესტირება იქნება თუ რა იქნება, ალბათ დაიგეგმება და მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, რომ არჩევნოს მაღალი რეიტინგი. შეიძლება იყოს ცენტრალიზებული გამოცდა, მაგალითად, ყველა მე-12 კლასელისთვის პირობითად ვამბობ და ელექტრონულად დააფიქსიროს მაგალითად მოსწავლემ თავისი შედეგი. ფიქრობ, არ იქნება ცუდი შანსი ჩვენი მოსწავლეებისთვის. ეს გახდეს საფუძველი უმაღლეს საფუძველი არა, ერთ-ერთი გამსაზღვრელი კრიტერიუმი. აი, იქნება ალბათ რაღაცა თამასა, პირობითად ვამბობ და მაგალითად პირობითად ვამბობ 60%. 60% მაგალითად თუ გადალახა, მერე შესაბამისად უნივერსიტეტებიც დააწესებენ, რა თქმა უნდა, თავიანთ ბარიერს და ზღვარს და ამის მიხედვით მოხდება ალბათ გადანაწილება.
აძლიერებული სწავლების პრინციპებს თუ გავყვებით ისევ, მასწავლებელიც გადაემზადება ამ მიმართულებით. მე გითხარით, რომ მასწავლებლის არჩევის საშუალებაც აქვს მოსწავლეს. მასწავლებელი თუ გადამზადდება და მიაღწევს შესაბამის სწავლების უფლების დონეს, კლასი მოტივირებულია, ბუნებრივია სკოლის ავტორიტეტი და რეიტინგი გაიზრდება, ცალსახად გაიზრდება, მოსწავლე უკვე მოტივირებულია, რომ სკოლაში მიიღოს განათლება. კორუფციის რისკს გამოვრიცხავ, თუ ეს იქნება ცენტრალიზებული სახით, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, იქ უკვე აქ კორუფცია არის გამორიცხული. თავისთავად გამოცდების შემცირებაში, ეროვნული გამოცდების მოხსნაში და ბავშვებისთვის ნაკლები სტრესის მიყენებაში ცუდი არაფერი არ არის. უბრალოდ აქ განსაზღვრა სჭირდება იმას, რა ტიპის გამოცდა ჩატარდება. თუ ეს გამოცდა ეროვნული გამოცდების ცენტრმა უნდა ჩაატაროს, ძალიან კარგი იქნება, ანუ ფაქტობრივად სკოლიდანაც გავა გამოცდები, ეს არ იქნება ურიგო ამბავი, მაგრამ თუ უშუალოდ სკოლის ნიშნების და სკოლის მასწავლებლების მიერ დაწერილი ნიშნებით უნდა განისაზღვროს ის თუ სად უნდა მოხდეს მოსწავლე, რომელ უმაღლეს სასწავლებელში მოხდეს მოსწავლე, ამას ძალიან დიდი კითხვის ნიშანს დაუსვამ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საპატივცემულო და ობიექტური მასწავლებელი არის სკოლაში, დღეს ჩვენი სკოლა მაინც არ არის ბოლომდე მზად იმისთვის, რომ სკოლის ნიშნებმა განსაზღვროს უმაღლესი განათლებისში, ანუ უნივერსიტეტებში მიღება არ მიღების საკითხი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თუ ისევ ეროვნული გამოცდების ცენტრი ჩაატარებს სასკოლო გამოცდებს და ამ ნიშნებით მოხდება მერე ბავშვების უნივერსიტეტში ჩარიცხვა, ამაში ცუდი არაფერი არ არის, ეს იმ თავითვე ასე იყო დაგეგმილი. ოღონდ ეგ არის, რომ სკოლა ეს რეფორმის ეს დინამიკა, ანუ ობიექტური დინამიკა აქამდე რომ უნდა მისულიყო, აი ამ რეფორმას უნდა გაყოლოდა სასკოლო რეფორმაც და სკოლა უნდა მომზადებულიყო იმისთვის, რომ ეს რასაც ახლა ვაპირებთ განხორციელებადი ყოფილიყო. თუმცა ეს არსად შესწავლილი არ არის, არსად გაზომილი არ არის, მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში კვლევა, რომელმაც გაზომა ის თუ სკოლა დღეს რა დონეზე არის, თუ უცხოურ კვლევებს დაუჯერებთ განსაკუთრებით პიზას შეფასებებს არ გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ დღეს სკოლა მზად არის ამისთვის. ის თუ როგორი იქნება და გამართლებს თუ არა ეს სისტემა, აბსოლუტურად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განხორციელდება, სად მოხდება გამოცდების ჩატარება, ვინ იქნება გამოცდების, ვინ ჩაატარებს გამოცდებს, რამდენად არის ბმა სასკოლო პროგრამასა და საუნივერსიტეტო პროგრამებს შორის. იმისთვის, რომ სკოლა ეს პასუხისმგებლობა, რასაც ახლა ეს ცვლილებები აკისრებს, ეს პასუხისმგებლობა თავზე აიღოს, საჭირო არის სკოლის ფუნდამენტური რეორგანიზაცია. სკოლა ეხლა რა მოცემულობაშიც არის, როგორი შებოჭილიც არის, როგორი რეგულირებულიც არის. ამ მოცემულობის სკოლა ვერ მოახერხებს იმას, რომ ობიექტურად შეაფასოს მოსწავლე და განსაზღვროს შეესაბამება თუ არა მოსწავლე უმაღლესი სასწავლებლის დონეს. კახაბერ ერაძეს უნდა მივესალმოთ. საღამოშიდობის ბატონ კახა. მოგესალმებით მარი, მოგესალმებით მაყურებელს. მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე იმედი მაქვს რომ თქვენ გქონდათ შესაძლებლობა რომ მოგესმინათ ჩვენი რესპონდენტებისთვის, რომლებიც საუბრობდნენ, საინტერესო აქცენტები ქონდა განსაკუთრებით სკოლის დირექტორს, რომელმაც რაღაცა პრინციპში რაღაც დეტალები გვითხრა უკვე რას აპირებს სისტემა. აი ამ ჩანაწერით ბევრი ვერაფრის თქმას ვერ შევძლებთ, ალბათ რაც გეგმაში არის ერთი ფრაზა, რომ სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება მოხდება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლისთვის, თუმცა რას გეუბნებათ თქვენ ეს ჩანაწერი რა მოლოდინი უნდა გქონდეს? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ეგ გითხარით ჯერ? დიახ, მე მოусმინე რესპონდენტების საუბარს და ძალიან მიხარია, რომ სასკოლო საზოგადოება თუ უმრავლესობა ასე ფიქრობს, აბსოლუტურად სწორად განიხილავს საკითხს და სწორ აქცენტებს სვავს ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ნათქვამს, რომ უმაღლეს განათლებაში ჩარიცხვის ახალ მოდელში გათვალისწინებული უნდა იყოს სასკოლო მოსწრების შედეგები, ეს მე მგონი აქამდეც უნდა ყოფილიყო და ამაში ცუდი არაფერი არ არის და მით უმეტეს
თუ კი შევხედავთ განვითარებული ქვეყნების, ახლა ოპონენტი მეტყვის, რომ იმ ქვეყნებამდე ჯერ უნდა მივიდეთ, მაგრამ თუ შევხედავთ პრაქტიკებს, რომელიც არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, დიახ, უმეტეს შემთხვევაში სწორედ სასკოლო შედეგები განსაზღვრავს უმაღლესში მოხვედრის ასე ვთქვათ, ალბათობას, გადაწყვეტილებას მოქმედებს ამაზე და სულაც არ არსებობს გამოცდები იმ სახით, როგორც ჩვენი ერთიანი ეროვნული გამოცდები. გახლავთ. თუმცა არის დიდი თუმცა საქართველოს შემთხვევაში, ბატონ კახა და ზუსტად ამაზე სვამე კითხვას ძირითადად მშობლები და სასკოლო საზოგადოება. მე ახლა სწორედ აქ მივალ, მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, ან მოვახსენო თუ არიცნობენ ამას, რომ 2022 წელს საქართველოსა და IBR შორის ეს გახლავთ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი გაფორმდა საერთაშორისო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველოში უნდა განხორციელდეს სისტემური რეფორმები, რომელიც ეხება სამ მთავარ სექტორს. ეს გახლავთ განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა და ჯამში ეს ითვალისწინებს 360 მილიონი ევროს ოდენობის თანხის გადაცემას ქვეყნისათვის, ქვეყნის საბიუჯეტო დახმარებას, ოღონდ პირველი ხელშეკრულებაა ეს ამ სახით, როცა ჯერ შედეგები უნდა დაიდოს და მერე იქნება საუბარი თანხაზე. აქედან 40% დაახლოებით მოდის განათლების სექტორში რეფორმების გატარებაზე და ამიტომაც ნახეთ და ეს რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. ანუ ჯამში ჩვენ საუბრობთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რატიფიცირებულ ხელშეკრულებაზე, რომლის ვალდებულებას ქვეყანას აქვს. აქედან გამომდინარე მოულოდნელი არაფერია, როდესაც საუბარი დაისყოს სწორედ იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულების და ვალდებულების 6 პუნქტიდან, რომელიც განათლებას ეხება, ერთ-ერთი გახლავთ სწორედ უმაღლესი ტრანზიციის მოდელის ცვლილება. გარდა ამისა, ანუ არ უნდა ვისაუბროთ ამაზე ჩვენ კონტექსტიდან ამოგლეჯილად და თუკი ჩვენ გადავხედავთ 6-ვე სხვა ვალდებულებას, დავინახავთ, რომ საერთო ჯამში სწორედ არის აქცენტები გაკეთებული. აქ ცუდი არაფერი არ ხდება. ანუ საზოგადოებისთვის საინტერესო და პოპულარული თემა ამ 6-დან ეროვნული გამოცდების მოდელის ცვლილება, ამიტომაც აიტაცეს ეს თორე მე თუნებავთ უცებ ჩამოგიტვით იმ. კი ბატონო, არა, ჩვენ უბრალოდ განათლების მიმართულებაზე გვაქვს აქცენტი და ცხადია, რომ განათლებაზე ვსაუბრობთ დღეს. მაშინ გითხარით, აი ეს სამუშაო ჯგუფი, როცა განიხილავს უმაღლეს საფეხურზე ტრანზიციის შესაძლებლობებს და განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და იმ პრაქტიკების შემოტანას, სავარაუდოდ საუბარი იქნებოდა იმ რისკებზეც, რაც შეიძლება ჩვენს კონტექსტში იყოს, ხომ? აი ამაზე იყო ჩემი კითხვაც და გითხარით, როგორ ხედავს ამ რისკების დაზღვევას თუნდაც ეს სამუშაო ჯგუფი და სისტემა ზოგადად. მე მოვახსენებთ ამას როგორ ხედავდა, როცა მე ვიყავი ამ ჯგუფის ნაწილი, მე დღეს ამ ჯგუფის ნაწილი არა ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქ არიან ძალიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ისინი რომლებთანაც მქონდა თანამშრომლობის პატივი და განიხილავენ სწორედ იგივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამას ახლავს გარკვეული რისკები და ამას ახლავს ის მიმართულებები, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომელიც კომპლექსურად უნდა იყოს განხილული. ანუ სანამ დადგება ეროვნული გამოცდების, ანუ მოდი პირდაპირ ასე წერია, უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი მოდელის შემოტანის საკითხი, აქ არის რამოდენიმე სხვა თემა. პირველი, ეს არის სკოლამდელი აღზრდა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ეს გახლავთ ზოგადი განათლების, ანუ სკოლის დაფინანსების ახალი მოდელის შეთავაზება. და ახალმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს უკვე სტუდენტზე და მოსწავლეზე და საჭიროებებზე ორიენტირებული საკმარისი დაფინანსების უზრუნველყოფა სკოლისათვის, რაც არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ხარისხის გაუმჯობესებისა. აქ არის აუცილებელი წინაპირობა, რომ დაიწყოს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და ავტორიზაცია თავისთავად ხარისხის უზრუნველყოფას ნიშნავს და გაზრდილ კომპეტენციებს სკოლაში. ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი მოდელის დანერგვა და მიხარია, რომ სწორედ მასწავლებელმა დირექტორმა, რომელმაც ისაუბრა 40-60-ზე და იქ არჩევითი კომპონენტის გაძლიერება, სწორედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოდელის დანერგვას მიუთითებს ამ წუთში, სოფლად და ქალაქად მიღწევებს შორის განსხვავების მინიმუმამდე დაყვანა. კი ბატონო, გაგაწყვეტინებთ, იმიტომ რომ ეს რაც ჩამოთვალეთ ეს კრიტერიუმები დოკუმენტებში ჩვენ კარგად გვაქვს გაწერილი, მაგრამ შესრულების ნაწილში ყოველთვის გვაქვს პრობლემა. თუნდაც
როდესაც სკოლის და ქალაქის და სოფლის სკოლებს შორის თანაბარი შესაძლებლობა კომპეტენციების ნაწილში და ამ შემთხვევაში რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არის ობიექტურად ნიშნის დაწერის შემთხვევები, რაზეც საუბრობენ ხშირ შემთხვევაში მშობლები. და აი როცა დაზღვევაზე ვსაუბრობთ, რისკების დაზღვევაზე, რამდენად მზად არის ამ შემთხვევაში სკოლა, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს, რომ ეს ნიშნები ობიექტურად იქნება დაწერილი და საკმარისი იქნება ეს აკადემიური მოსწრება მაღალ საფეხურზე გადავიდეს უკვე მოსწავლე განათლების მაღალ საფეხურზე. აქ მეორე კითხვა ბარემ და მივაბამ რომ ბევრი დრო აღარ წაგართვათ უმაღლესი სასწავლებლების ინტერესიც ჩვენ ვიცით რომ უმაღლესი სასწავლებლები ძირითადად გადასახადის შემოსული გადასახადებით არსებობენ არის თუ არა აქ რისკი რომ აი ამ ფინანსური შემოსავლების ხარჯზე მოხდება თითქმის ყველა მოსწავლის აბიტურიენტის მიღება სტუდენტებად. აი ამ სურათს როგორ ხედავთ და რა რისკებს ხედავთ? არა, ნახეთ აქ არსებითად რისკები არ იქნება და თუკი ის მიმართულება ყველა შესრულდება პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, სამართლიანი ტრანზიციის მოდელის შემუშავებას ნაკლები რისკები უკავშირდება. მაგრამ წავიდეთ კი ბატონო იმ რისკებზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ტრანზიციის ახალი მოდელი უნდა ითვალისწინებდეს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს ამ ხელშეკრულების საფუძველზე. ეს გახლავთ პირველი სასკოლო მოსწრების შეფასება და უნივერსიტეტის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ანუ თქვენ ორივე კომპონენტი ახსენეთ. პირველი სასკოლო მოსწრების შეფასება როგორ უნდა მოხდეს და სად უნდა მოხდეს, ამაზე პირდაპირ მითითებები არ არის და ეს არის ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი საკითხი და ჩვენ ყველამ ვიცით რომ დღეს სკოლა არ არის მზად უზრუნველყოს ობიექტური შეფასება მოსავლისა. კიდევაც რომ სკოლის შიგნით მოხდეს ობიექტურობის შენარჩუნება, სკოლებს შორის ვერ დაბალანსდება შეფასება, ხო? ანუ სკოლებს შორისაც კი შეიძლება რვიანი იყოს განსხვავებული, სკოლის შიგნით შეიძლება მივახციოთ ამას ერთია კრიტერიუმებს, მაგრამ სკოლებს შორის საჭირო გახდება რაღაც კვერდი. ამაზე ბევრი ექსპერტი მუშაობს და არსებობს სხვა წინადადებები და შეთავაზებები, მაგრამ პირველ რიგში მრავალკომპონენტიან სისტემაში, ანუ არავინ არ ამბობს, რომ ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს. აქ საუბარი არის, რომ უნდა ჩარიცხვის მოდელს დაემატოს ახალი კომპონენტები და მათ შორის სკოლის შეფასება. პირველი, რატომ არის ეს კარგი? იმიტომ არის კარგი, რომ დღეს სკოლის მიმართ ბზურგშექცეული ბავშვი დაბრუნდეს სკოლაში და სკოლამ დაიწყოს მისი არსებითად მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ანუ სკოლაში ნასწავს ფასი დაედოს და ანუ როგორც ვამბობ, მშობელი და მოსწავლე მიბრუნდეს სკოლისკენ. ამას აუცილებლად უზრუნველყოფს ეს. მაგრამ შეფასება, რა თქმა უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად და აქ საუბარი არის სწორედ ეროვნული შეფასებების აღდგენაზე. ანუ რომელ საფეხურებზე, რომელ საგნებში უნდა მოხდეს შეფასების ჩატარება, ეს არ უნდა დაატყდეს თავზე მოსწავლეს რაღაც ერთიანი ბევრი გამოცდების სახით და როცა საუბარია კომპეტენციებს დაფუძნებულ შეფასებაზე, სწორედ შეფასება უნდა იყოს დაფუძნებული კომპეტენციებზე, მაგალითად, არა ფაქტობრივი მასალის ციტირებაზე, ნასწავლი ტექსტების გადმოცემა და ასე შემდეგ, არამედ თუნდაც წერის, კითხვის, გააზრების უნარების შეფასებაზე. იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული განათლების სისტემაში მადლობა ღმერთს გაჩნდა ზოგადი განათლების მიღების ბევრი ალტერნატიული გზა. ეს გახლავთ მაგალითად პროფესიულ განათლებაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების კომპონენტი, რომელიც ნამდვილად არ უდრის სკოლაში გავლილ ეროვნულ სასწავლო გეგმას. ეს არის უამრავი საერთაშორისო პროგრამა და უცხოური სკოლა, რომლებიც ასევე ზოგად განათლებას აწვდიან საქართველოს მოქალაქეებს და ისინი არ მიდიან სტანდარტული ეროვნული სასწავლო გეგმით. ამიტომაც ამ ალტერნატიული გზების კურსდამთავრებულებსაც უნდა მიეცეს საშუალება ჩაირიცხონ უმაღლესში, მერე რა რომ მათ არ უსწავლიათ ქართული ენისა და ლიტერატურის იმ სახელმძღვანელოთი, რომლითაც სწავლობენ ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. ხვდებით, ხო, ანუ ეროვნული განათლების მოდელი ისედაც შესაძლებელია და ის უნდა მიემართოს კომპეტენციებს და არ უნდა მიემართოს ფაქტობრივ ცოდნას. კი ბატონო, ფორმატი, რასაც თქვენ ამბობთ და რაც რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული, ცხადია, გადასარევია, კარგია და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ხედავთ, უბრალოდ ჩვენი რეალობის და მენტალიტეტის გათვალისწინებით, აი იმ წარსულის მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით ეს კითხვები რომ აქვს სასკოლო საზოგადოებას ამ მშობლებს, ცხადია ამ კითხვებს ვსვამთ ჩვენც. ბატონ კახა, ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ეხლა ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი მოსაზრება მოვისმინოთ, რეალურად არის თუ არა საჭირო ეროვნულ გამოცდებში ცვლილებების შეტანა და როგორ ხედავენ აი ამ ცვლილებების მოლოდინს და პროცესს. ლელა ჩახაიას
დღეს ინტერვიუ ჩვენ ჩავწერეთ და შეგვიძლია მოვისმინოთ და მადლობას ვეუბნები ბატონ კახას ჩართვისთვის. კახაბერ ერაძე, განათლების ხარისხის ექსპერტი იყო ჩვენი სტუმარი. საუბრობდით ეროვნულ გამოცემებზე. ნახოთ ახლა ეს ვიდეო. აი ეროვნული გამოცემები როცა თავიდანვე აი წლების წინ როცა დაიწყო, მაშინაც კი ამბობდნენ რომ ეს არ არის ისეთი რაღაცა, რაც სამუდამოდ უნდა დარჩეს და რაღაცა პერიოდის მერე სავარაუდოდ შეიცვლება. იყო ხოლმე სულ საუბრები იმაზე, რომ აი ხო შეიძლება რომ ვთქვათ გათვალისწინებული იქნეს მაგალითად სკოლაში მიღებული ნიშნებით ასევე იყო საუბრები იმაზე, რომ შეიძლება მაგალითად უნივერსიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა რომ თვითონაც მიიღონ მონაწილეობა საკუთარი სტუდენტების შერჩევაში, იმიტომ რომ ამ წუთას მაგალითად უნივერსიტეტები არ იღებენ მონაწილეობას არანაირ საკუთარი სტუდენტების მიღებაში, ხო? ეს ავტომატურად ეგზავნებად ჩარიცხვები ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ეხა იდეალურ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არ არსებობდეს უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების. თუნდაც სკოლის მოსწრება შეიძლება გათვალისწინებულ იქნას, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ხდება, აი თქვა ბავშვი სწავლობს სკოლაში პირველიდან 12 კლასის ჩათვლით, ხო? აი რაღაცა 12 წელი რამდენ რაღაცას აკეთებს და გათვალისწინებული არის მხოლოდ წელიწადში ერთხელ 2 საათით ეროვნულ გამოცდაზე რა ქულას მიიღებს. საერთაშორისო გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ძირითადად ასე არის ხოლმე უნივერსიტეტებში მიიღება ხდება ესე სხვადასხვა კომპონენტების გათვალისწინებით. არის ბევრი სხვადასხვა კომპონენტი. ახლა საქართველოს სკოლებში არის როგორი სიტუაცია, რომ არათუ სრულფასოვანი განათლების მიღებაზე არ არის საუბარი, ელემენტარული ინფრასტრუქტურა და ელემენტარული ბავშვების ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება სკოლაში არ ხდება. ნუ გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ისიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სკოლები არის ძალიან პოლიტიზირებული და რა თქმა უნდა, ასევე შეიძლება დავინახოთ საშიშროება, რომ ეს პოლიტიზირებულობა გამოიყენონ, გახდეს ინსტრუმენტი. თუ კი მაგალითად არ ვიცი, რაღაცა ისეთ ჰიპოთეტურ შემთხვევაში ვთქვათ, სკოლის ქულას, სკოლაში მიღებულ ნიშნებს მიენიჭება, ვთქვათ, რაღაცა მნიშვნელობა უნივერსიტეტში მოწყობის დროს, ეს შეიძლება გახდეს ასევე პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი. ამ წუთას ეროვნული გამოცდები საერთოდ აზღვევს რისკებს, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ რაც ეროვნული გამოცდები დაიწყო, ალბათ ვერავინ ვერ რა ვიცი, მე არ გამიგია ესეთი შემთხვევა, რომ ვინმეს ქონდოდეს მტკიცებულება, რომ ეროვნული გამოცდების ფარგლებში ხდება რაღაცა კორუფციის ან ჩაწყობის ან პოლიტიკური გავლენის შემთხვევები. ამიტომაც არის ზუსტად ერთიანი ეროვნული გამოცდები, ესეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეფორმა, რაც კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გატარებულად ეხლა რომ ადგე და გამოცდის სისტემა შეცვალო, მიღების ჩარიცხვის სისტემა შეცვალა, სულ რო საუკეთესო მსოფლიოში საუკეთესო სისტემა მიიღო, თავისთავად ამით რა თქმა უნდა არაფერი არ შეიცვლება. უნივერსიტეტები დაინტერესებულები არიან, რა თქმა უნდა, რომ ბევრი სტუდენტი მიიღონ და არა აქვს, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა ეს ეროვნული გამოცდის გზით იქნება, სკოლის ნიშნით იქნება, თავისი გამოცდით თუ გასაუბრებით, უნივერსიტეტები ახლა რაც არის დაფინანსების სისტემა, ამ სისტემის პირობებში ყოველთვის მოწადინებულნი იქნებიან, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მიიღონ, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული მათი ბიუჯეტი. ცოტა შეიძლება სანამ ეს საკითხები არ მოგვარდება ან დამოგვარება არ დაიწყება, მით უმეტეს ახლა ასეთ გარემოში, ცოტა არარელევანტურად კი შეიძლება ჩანდეს აი ამ საკითხებზე ფოკუსი. პირველ რიგში სკოლებში განათლების ხარისხის გაზრდა. აი ყველაზე ელემენტარული, მე სულ ამას ვამბობ ხოლმე, რაღაცა მართლა ინფრასტრუქტურის, ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით რომ დავიწყოთ და ასევე პლუს მასწავლებლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებით და პროფესიაში უფრო კარგი მასწავლებლების მოზიდვით.
ეს არის რა თქმა უნდა პირველი რიგის ამოცანა. ზუსტად რა და როგორ იგეგმება ეს არ ვიცით. რო შეხედოთ განათლების სტრატეგიებს და სამოქმედო გეგმებს, რა იწერება და მე რა კეთდება, სრულიად აცდენილია ერთმანეთს. ანუ მე იმას ვამბობ, რომ ეხლა თუ რაღაცა დაიწერა, ეს სულ არ ნიშნავს, რომ ეგ გაკეთდება. თამარ მოსიაშვილს უნდა შევეხმიანოთ. ქალბატონ თამარ, საღამშვიდობის. საღამო მშვიდობის მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ ჩართვისთვის. მოკლედ სასკოლო თემები თქვენია და თან რა დეცენტრალიზაციის მომხრე ხართ ხოლმე და თქვენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, როგორ ხედავთ სკოლების გაძლიერებას. აი ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ეროვნულ გამოცემებზე ვსაუბრობთ იმაზე, რომ სკოლის აკადემიური მოსწრება უნდა გაითვალისწინოს უკვე უმაღლეს საფეხურზე გადასვლის დროს სისტემამ, თქვენ როგორ ხედავთ ამ შემთხვევაში ამ პროცესს, აი ამ ჩანაწერს როგორ ხედავთ, რას გეუბნებათ ზოგადად ეს ჩანაწერი, რაც გეგმაში წავიკითხეთ ჩვენ და როგორია თქვენი მოლოდინი? პირველ რიგში მივესალმები მაყურებლებს. ამ საკითხზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს. და იმის მიუხედავად, როგორც წინა გამოსვლელმა ლელამ აღნიშნა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჰქონდა უდავოდ უდიდესი გავლენა, კერძოდ პრაქტიკულად გაანადგურა ამ სისტემამ კორუფცია უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პერიოდში, მაგრამ ცხადია, რომ ცვლილებები არის საჭირო და მე პირადად ვთქვათ, დიდი ხანია, რომ ამაზე სხვადასხვა მედი ვცდილობ რომ ვილაპარაკო. მე მგონია, რომ თავისთავად გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის სკოლის როლს უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცესში, ეს ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არის კარგი, რადგან პრაქტიკულად რა პრაქტიკაც არის ჩვენ ქვეყანაში, ეს პრაქტიკა არის ამგვარი, რომ სკოლებში ბავშვები სწავლობენ 12 წლის განმავლობაში და შემდეგ ორგანიზაცია ატარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ცხადია კორუფცია პრაქტიკულად ნულს უტოლდება და აი ამ ქულების საფუძველზე ხდებიან უნივერსიტეტის სტუდენტები. ანუ ვერ ახერხებენ ბავშვები თავის წარმოჩენას, რაც 12 წლის განმავლობაში კი ბატონ, აი რა კომპონენტების დამატებას ფიქრობთ თქვენ რომ იქნებოდა მნიშვნელოვანი და აქვე აუცილებლად უნდა გკითხოთ, აი წინა სტუმარმაცა თქვენს აღნიშნეთ რომ ეროვნული გამოცდები პრინციპში იყო რისკების დაზღვევა, რომ კორუფცია გამქრალიყო ამ სისტემიდან, თუმცა აი ეხლა ეს ცვლილებები რომ სკოლას უნდა დაუქვემდებაროთ და სკოლას დავაკისროთ პასუხისმგებლობა რაღაც ნაწილში უმაღლეს საფეხურზე გადასვლის თვლითი არა რომ გააჩენს ისევ ანუ დააბრუნებს ამ რისკებს ისევ ქრთამის კორუფციის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ვიცით რომ ჩვენ ეს პრაქტიკა გვაქვს ხო ნიშნების არაობიექტურად დაწერის. დიახ. ზოგადად სასკოლო შეფასება არ შეიძლება რომ იყოს სტანდარტიზებული. მასწავლებელი, რომელიც მუშაობს, ვთქვათ, პირობითად დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე სკოლაში და ეგრეთ წოდებულ ელიტურ სკოლაში ამ ორი მასწავლებლის დაწერილი უმაღლესი შეფასება განსხვავდება. იმიტომ რომ სწორედ სხვადასხვა ძალიან ბევრი ფაქტორი, მათ შორის ეკონომიკური შემოსავლები, რესურსების ხელმისაწვდომობა, მასწავლებლის კვალიფიკაცია, მშობლების განათლება და ასე შემდეგ გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე. შესაბამისად, მე არ ვთვლი, რომ საქართველოში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, თუნდაც წარმატებულ ქვეყანაში, ვთქვათ, ფინეთში ან და ასე შემდეგ, რომლის მოდელებსაც ჩვენ მივიჩნევთ რაღაცნაირად თვალსაჩინო მოდელებს, მასწავლებლის მიერ გაკეთებული შეფასება არის სტანდარტიზებული. მაგრამ ეს თავისთავად მე არ ვთვლი, რომ ეს შეიძლება იყოს ბარიერი, რომ სისტემა შეიცვალოს, თუ აი ამ სისტემის შეცვლის პროცესში გათვალისწინებული იქნება ის განსხვავებები, რომელიც ასე ვთქვათ, მე აღვნიშნე. ანუ თუ გათვალისწინებული იქნება მოცემულობა, ჩვენი სკოლების მდგომარეობა და სახელმწიფო შეეცდება ისეთი გარემო შექმნას, რომ იმ სკოლებს, რომლებსაც
უჭირთ, თქვათ, რესურსების ადამიანური რესურსების თვალსაზრისით მათ დაეხმარება. ეს ცხადია, რომ არის რთული გამოწვევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ტიპის ცვლილებას მე მაინც დადებითად ვაფასებ, რადგან სკოლაში მოსწავლის გამოცდილებას ექნება ღირებულება და შეფასება აღარ იქნება მხოლოდ გამოცდის შედეგზე დამოკიდებული და მოსწავლის სავარაუდოდ მოსწავლის სკოლაში ჩართულობაც გაიზრდება. ვინც ასე ვთქვათ, იცნობს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, ალბათ დამეთანხმება, რომ ვთქვათ, სასწავლო წლის დამამთავრებელ, ეგრეთ წოდებულ დამამთავრებელ კლასებში, მე-11-მე-12 კლასში მოსწავლეების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში არის ძალიან დაბალი, იმიტომ რომ ამ ბავშვებს არ სძლიათ ისინი ემზადებიან და სკოლისთვის რჩებათ ნაკლები დრო. შესაბამისად, სკოლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? განათლების გადაცემის ადგილია, ასე ვთქვათ, სოციალური ურთიერთობების ადგილია და ვფიქრობ, რომ სკოლის როლიც გაიზრდება. კი ბატონო, მოკლედ თქვენ უპირატესობებზე აღნიშნეთ და მე მოყვებით, მაგრამ აი გვერდითი ეფექტი რა იქნება აი ამ პროცესის თუ სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება მოხდება უმაღლესში. თუნდაც უნივერსიტეტების კონტექსტში, უნივერსიტეტებს რა კონტექსტში წაახალისებს ნეგატიურ ჭრილში და სკოლებშიც. აი ამაზეც მინდა რომ მითხრათ ძალიან მოკლედ თუ არის შესაძლებელი. კი ბატონო, თქვენ უკვე ახსენეთ რა გამოწვევა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს. როგორ ავირიდოთ თავიდან სუბიექტურობა, ანუ ასე ვთქვათ, არასწორ საფუძვლებზე დაყრდნობით, ვთქვათ, არასწორი ნიშნის დაწერა მოსწავლისთვის, ან არასწორი რეკომენდაციების შემუშავება. მეორე საკითხი გახლავთ, რამდენად მზად არიან სკოლები და მასწავლებლები აიღონ პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს ცალსახად თქვათ, სკოლების ავტონომიურობას აძლიერებს, მიუხედავად შექმნილი ცენტრალიზებული მართვის სისტემისა და ექნებათ კი უნივერსიტეტებს, ასე ვთქვათ, სანდო საფუძველი, რომ სწორად შეარჩიონ ვთქვათ და ფინანსურ ინტერესს არ დაუთმობენ უფრო. კი ბატონო. კი ბატონო, ეს რისკები არის. მეტ ფულს და 10 სტუდენტი ნიშნავს, ასე ვთქვათ, ნაკლებ ფულს, ხო? და ეს უნივერსიტეტებისთვის არის მნიშვნელოვანი შემოსავლებთან დაკავშირებით. ცხადია, მაგიტომს ვამთ ამ კითხვებს, რომ როგორ ხედავთ თქვენ, ჩვენ დანამდვილებით ჯერ არაფერი არ ვიცით, ნახოთ რა ფორმატს შემოგთავაზებს მთავრობა, ჩვენ ველოდებით, რომ ივლისის დასაწყისში უფრო მეტი დეტალი გვეცოდინება ამ გეგმის შესახებ და შემდგომ დაუბრუნდებით ისევ ამ თემაზე და განვიხილავთ უკვე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შესაძლებელია თუ არა მთავრობის მიერ შემოთავაზებული ფორმატი ხარისხენი განათლების მიღებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, თამარ მოსიაშვილი, განათლების საკითხების მკვლევარი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. საუბრობდით ეროვნული გამოცდების რეფორმაზე და პერსპექტივაზე. მშვიდობები სტუმარს. ამ თემაზე კითხვა აუცილებლად უნდა დაუსვა ჩვენი სტუდიის სტუმარს, რომელიც დღეს სხვა თემაზე დავპატიჟეთ. პრინსტონის უნივერსიტეტში განათლების პანელი ქართველ სტუდენტებს დაეთმოთ წელს და მიწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ამერიკაში ნათია სირაბიძე, რომელიც ამ ამბებს მოგვიყვება, თუმცა მანამდე ეროვნული გამოცდების რეფორმაზეც აუცილებლად უნდა ვკითხო. მოგესალმები ნათია, მადლობა რომ ხართ ჩვენთან. ძალიან ცოტა დრო დაგვჭირა, მაგრამ მე მგონია რომ მოვასწრებთ ყველაფერზე საუბარს. თქვენგანაც საინტერესო არის მოსმენა პასუხის, როგორ ხედავთ აი ამ რეფორმას და ცვლილებებს, იმიტომ რომ გაქვთ გამოცდილება უნივერსიტეტში უმაღლეს საფეხურზე სწავლების და გაქვთ შეხება იმ სტუდენტებთან, რა კონტინგენტი მოდის რომელ უნივერსიტეტში მოკლედ. მაგრამ მაინც მინდა ამ შემთხვევაში თქვენი უცხოური გამოცდილება გაგვიზიარო, როგორი არის მოლოდინი იმ დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოში და ის ფორმატი, რასაც ჩვენ უცხოელი კოლეგები, მეგობრები გვიზიარებენ და უცხოეთში უკვე აპრობირებული პრაქტიკა არის, ხედავთ თუ არა რისკებს, რომ ჩვენთან კარგად დაინერგება სწორად, ობიექტურად და ხარისხზე ორიენტირებულები ვიქნებით. შევძლებთ ამას?
რთული შეკითხვა, თუმცა მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო იმისთვისაც, რომ ზოგჯერ განათლებაზე საუბარიც მეუხერხულება ისეთი მდგომარეობა ქვეყანაში, მათ შორის გუშინ ახალგაზრდა გოგონა და 4 წლის ბავშვი დაიღუპა ქობულეთის შემოვლით გზაზე და მინდა ყოველდღე იქ ადამიანები იღუპებიან და როდესაც უსაფრთხოების საკითხი დგას ასეთ დონეზე, ხო? განათლებაზე საუბარი ზოგჯერ მეუხერხულება უსამძიმრებ ოჯახს და გაგცემთ ახლა პასუხს. აქ საუბრობდნენ ხო იმაზე რომ არ ვიცით ჯერ ზოგადად ამ ჩანაწერში არ წერია რომ ეროვნულ გამოცდებთან ერთად იქნება გათვალისწინებული არამედ პირდაპირ წერია რომ გათვალისწინებული იქნება სკოლის ნიშნები. სხვათა შორის ძალიან დიდი გამოხმაურება. არაფერი არ არის პრინციპში, მაგრამ როგორ რატომ რანაირად ამერიკაშიც ითვალისწინებენ, ევროპის ქვეყნებშიც ითვალისწინებენ. სხვათა შორის საბერძნეთში, უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება სამინისტროს გავლით. სამინისტრო ატარებს გამოცდებსაც, საბუთებსაც ისიღებს და შემდეგ ანაწილებს უნივერსიტეტებში. მაგრამ გააჩნია კონტექსტს, სად ვართ. ახლა მახსენდებოდა ჩემი პირველი სამსახური ავიღე ხელფასი იყო ის რომ სახელმწიფო გამოცდებზე 90-იან წლებში ვწერდი თავისუფალ თემებს რომელიც მიქონდათ და ვიღაც იღებდა ნიშანს. ანუ იმ საზოგადოებაში სადაც მსგავსი კორუფციული მეხსიერებას და ჩვევები არის და ახლა ყველა უწყების თანამშრომელი თანდათან ბრუნდება ეს კორუფციული გარიგებები და მასწავლებლებიც მათ შორის სამწუხაროდ ამ ყველაფერში ჩართული არიან და ყოველდღიურად ბავშვები წერენ რომ ნიშანს არ მიწერს მასწავლებელი რა გავაკეთოთ და რაღაც თითქოს იმედია ჩემი ასეთ ქვეყანაში ჩვენ ეროვნულ გამოცდებს ვაუქმებთ ეს არის აი წარმოუდგენელი არ არის საუბარი და სიტყვა გაუქმება არსად არ წერია და არც არსად უთქვამთ ეროვნული გამოცდების არსად არ წერია კი ბატონო ნახეთ როგორ არის ანუ ეს ერთი ფრაზა გვაქვს ჩვენ რასაც ჩავეჭიდეთ და ველოდებით რომ რაღაც ცვლილებები იქნება და ეს ფრაზაც არის საკმარისი იმისთვის რომ ვიმსჯელოთ გამოდის რომ ჩაითვალა რომ ეროვნული გამოცდები საჭიროებს დამატებას გადახალისებას და ასე შემდეგ არ ვდაობთ არც ერთ სტუმართან არ გვიკამათია რომ სკოლის ნიშნების გათვალისწინება და სასკოლო მოსწრების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეს საფეხურზე გადასვლისთვის მაგრამ აი ამ მაგრამის მერე ისმება ბევრი კითხვა ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით და თქვენ როგორ ხედავთ აი თუ ვამბობთ რომ ფორმულა კარგია მაშინ ამ ფორმულაში როგორ ჩავსვათ სკოლა უნივერსიტეტი თავიანთი ინტერესები მოცემულობა რესურსები რაც სკოლას აქვს როგორ ჩავსვათ ისე რომ მართლა განათლების ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებულები. ანუ რა არის საჭირო იმისთვის? სასკოლო საზოგადოებასთან მუშაობა და ჩვენი მენტალიტეტის ცოტა სხვაგვარად მოქცევა, უნივერსიტეტებთან მუშაობა, რაღაცა სხვა დამზღვევი მექანიზმების შემუშავება თუ რა, აი რას ველოდებით, ეგ მინდა რომ მოვისმინოს სტუმრებს. პირველ რიგში საჭიროა სკოლების პოლიტიკიდან გათავისუფლება და როგორც იცით დღესაც სკოლის დირექტორები აკონტროლებენ რომელი მასწავლებელი სად რას პოსტავს, რას ამბობს, რა განწყობები აქვს. სხვათა შორის ამავე გეგმაში ისიც წერია, რომ სკოლებს ექნება დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნის უფლება, რომლის მიხედვითაც სამინისტრო განსაზღვრავს, რომელ მასწავლებელს რა ხელფასი დაემატოს სკოლასთან ერთად. ანუ ესეც გარკვეულწილად ზუსტად აი მოწყვლადობის გათვლით კეთდება და აი სკოლაში კი ბატონო მიუყვეთ მაგრამ დიდი ალბათობით, უბრალოდ ალბათობა იმდენად დიდია და სხვათა შორის სოციალურ მედიაშიც ამის შესახებ ჩემ პოსტს მილიონზე მეტი ნახვა აქვს და კომენტარები ძალიან ბევრია. უკლებლივ ყველა ფიქრობს, რომ კორუფციული გარიგებები დაბრუნდება და თუ საზოგადოება და ამ კითხვებმა გადაგვაწყვეტინა რომ დღეს ვისაუბროთ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხზე ჯერ არაფერი არ ვიცი. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ თუ ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, გვექნება დიალოგი, მოусმენენ მშობლებსაც, აი ხო არის სამეთვალყურეო საბჭოები თუ სხვა. მოусმინონ მშობლებს, ნახონ რა გამოცდილება აქვს, მათ პირდაპირ შეხება აქვს, ხო თავისიანთი შვილები როგორ სწავლობენ, რა სწავლობენ. საბჭოს არჩევნები გამოცხადა უკვე სკოლებში და მშობლებს ამ შემთხვევაში ძალიან
დიდი როლი ექნებათ ალბათ ამ პროცესში ობიექტურობის თვალსაზრისით. მოდით გადავიდეთ მეორე თემაზე, რისთვისაც მოგიწვიეთ. პრინსტონის უნივერსიტეტში ქართული პანელი მოეწყო, რაც არ ხდება ხოლმე ხშირად და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო და ამისთვის ჩახვედით თქვენ და მიგიწვიეს პრინსტონის უნივერსიტეტში. ბევრი არაფერი ვიცი, ამიტომ თქვენ უნდა მოგვიყვეთ, რატო იყო, რა მნიშვნელობის იყო ეს ამბავი ქართველი სტუდენტებისთვის და თქვენთვის და ზოგადად აი რაღაც ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეში რომ ქართულ სტუდენტებს ეთმობათ ადგილი და მათი ხმის გაგონება აინტერესებს ვიღაცას, რამდენად მნიშვნელოვანი ამბავი არის. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ეს იყო ქართველების დიდი შეკრება, რომლის ორგანიზატორიც არის ორგანიზაცია ღირებულებების ხიდების მშენებლები, სადაც სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო საგანმანათლებლო პანელი, რომლის მოდერატორიც მე ვიყავი და ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა შტატებიდან ქართველი წარმატებული სტუდენტები, ან კურსდამთავრებულები, რომლებიც საუბრობდნენ თავიანთ გამოცდილებაზე და თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ სხვებს. საკმაოდ საინტერესო იყო როგორც დამსწრებისთვის, ასევე მონაწილეებისთვის, რადგანაც ამ აქტივობებით, მათ შორის საგანმანათლებლო პანელი იყო გარკვეული პოლიტიკური, ანუ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე იყო ბიზნეს პანელი, იყო მედია პანელი, იყო სხვა გასართობი სპორტული ღონისძიებებით და მთავარი იდეა ის იყო, რომ ღირებულებებით მსგავსი ადამიანები გავერთიანებულიყავით და გვესაუბრა საქართველოს ევროპულ დასავლურ მომავალზე. ანუ ჩვენ გარკვეულწილად შევიკრიბეთ და დაბრუნების პერსპექტივაზეც თუ ისაუბრეთ, აუცილებლად რა თქმა უნდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება იგივე როგორ მოიპოვონ დაფინანსება, რას აკეთებენ ისინი ამერიკაში, თავიანთ უნივერსიტეტებში საქართველოსთვის. ძალიან ხშირად მწერენ ხან ლანძღავენ, რომ აი კი გაუშვი ახლა უცხოეთში ახალგაზრდები, ისინი არ დაბრუნდებიან, ისინი აღარ იქართველებენ, პირიქით თითოეული მათგანი ყოველ დღე ფიქრობს რა გააკეთოს ქვეყნისთვის. მათ შორის იკვლევენ იგივე გამჭვირვალობის კანონს, იგივე საქართველოს რუსეთის ომს და აი სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები და ზუსტად კარგად გამოჩნდა ამ ღონისძიებაზე, რას აკეთებენ ქართველები, აი ზუსტად ეს ბრწყინვალე ტვინის მქონე ქართველები საქართველოსთვის. კი ბატონო, და როგორც წესი ეს ქვეყნები, მასპინძელი ქვეყნები ცდილობენ ხოლმე რომ ეს ბრწყინვალე ტვინები დაიტოვონ თავიანთ ქვეყნებში და ეს გამოსდით ხშირად, მაგრამ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება არ იყო მთლად მასეთი, იმიტომ რომ ვიცით რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს დაუწესა რაღაც შეზღუდვები, მე ფედერალურმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დაბლოკა, თუმცა ამასთან დაკავშირებით მინდოდა რომ მეკითხა პოლიტიკის გავლენაზე, განათლებაზე, როცა ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში რა გვაჩვენა ტრამპის გადაწყვეტილებამ, პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ, მე თვითონ სისტემის საპასუხო რეაქციამ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიჩნიეს არაკონსტიტუციურად. აი რას გვაჩვენებს ეს მაგალითი, ამაზე მინდოდა რომ მეკითხა თქვენთვის აზრი. პირველ რიგში გვაჩვენებს იმას, რომ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის, რა მოხდება ქვეყანაში და ის რომ სასამართლომ თავის საქმე უნდა გააკეთოს. ზოგადად ნებისმიერი ქვეყნის საფუძველი არის სამართლიანი სასამართლო, რომელიც გაითვალისწინებს ყველაფერს მოცემულობებს, მაგრამ ზუსტად კონსტიტუციის და მთავარი კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედებს, რომლის მიხედვითაც განათლების უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და გამოხატვის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს და აი ეს შიდა დაპირისპირებები, მე იმას გეტყვით, რომ საქართველოსზე ქართულ სტუდენტებზე ჰქონდა გავლენა ამას. გავლენა ჰქონდა, იმიტომ რომ ბევრმა ვერჩა ამჟამად შეჩერებულია ამერიკულ ვიზებზე, ანუ გასაუბრებაზე ჩანიშნა, ვინც უკვე ჩანიშნული, ვისაც ჩანიშნული ჰქონდა გასაუბრება, ისინი ჩვეულებრივად გადიან და იღებენ ვიზებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეც გამკაცრებულია, რაც მოყვა ბუნებრივია საქართველოს პოლიტიკას, იმიტომ რომ თუ ეხლა ასე ავიღოთ, თუ შენს მეგობარს აგინებ, ისიც იტყვის, რომ ხო, მაშინ რაღაც თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ქართულ სტუდენტებს არ შეეხოთ, ბუნებრივია, ეს ბევრი ქვეყნის სტუდენტს შეეხო და საინტერესოა როგორ დასრულდება ეს ამბავი და საინტერესოა ზოგადად აი ამ кейსის მიმდინარეობა ბევრ მაგალითს გვაძლევს განათლების ჭრილში. ნათია, კი ბატონო, და სისტემურ მოწყობასთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესოა ამ თემის განხილვა. მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა იმ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოზე ბევრს საუბრობენ
ჩვენ და საქართველოს საჭიროებებზე ჩვენს დიდ მეგობართან. თუმცა თუქლებას დავაანონსებ, რომ ასეთივე დიდ შეკრებას ვაპირებთ ევროპაში, ჯერჯერობის ადგილი არ არის გადაწყვეტილი და იმედი მაქვს მოგიწევთ მარი რომ დაესწროთ. სიამოვნებით მოვისმენ სხვა სტუდენტებსაც, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოსაც, ცდილობენ რომ ეს ცოდნა და გამოცდილება დაგვიბრუნონ უკან. მადლობა ნათია. გადაცემის ბოლოს უნდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი გადაცემა იუბილარია, 5 წლის წინ დავიწყეთ და დღეს 198 ზუმია განათლებაზე. ეს 5 წელი იყო არა მარტო მუშაობის, არამედ თქვენთან ერთად განვითარების წლები. ეს იყო პანდემიის დროს, როცა ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმი გაჩნდა, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ საჭირო ინფორმაცია მოგვეპოვებინა, დაგვეზუსტებინა და თქვენამდე მოგვეტანა. დროის სულასთან ერთად უფრო მძაფრად ვიგრძენით, რა დიდი ტვირთია იყო ადამიანის იმედი. და დღეს ამ დაბადების დღეზე ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი არ შეცვლილა. ჩვენ ისევ იქ ვართ, სადაც ვიკვლევთ სიმართლეს, ვუსმენთ მოქალაქეს, ვადგენთ კონტექსტს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ არავის ეჭვი არ დარჩეს, რატომ გვიყურებს. ჩვენი გუნდი არ არის დიდი, მაგრამ ჩვენი მიზანია დიდი. დავრჩეთ იმ პრინციპების და ღირებულებების ერთგული, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ეფუძნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ყოფნა პრივილეგია არაა, ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არჩევანია იქ ყოფნის, სადაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ხმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილად ობიექტურები, როცა ქვეყანაში ისტორიული ცვლილებები ხდება, როცა საზოგადოება გზაგასაყარზე დგას. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის მხოლოდ დამკვირვებელი, ის დგას ავანგარდში. ავანგარდში, როგორც სივრცე, სადაც კითხვები არ იბლოკება, სადაც არჩევანის და მოქალაქის არსის გააზრების შესაძლებლობაა. რადგან თანასწორობის პრინციპი და ადამიანის უფლებების დაცვა არის საფუძველი, რომელზეც დგას ჩვენი ეთერი. და სანამ თქვენ გვენდობით, უშიშრად დავზუმავთ განათლებაზე, თანასწორობაზე და ადამიანებზე, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. და სანამ თქვენ გვენდობით, ვაგრძელებთ ბრძოლას თქვენი უფლებებისთვის. თქვენ გვაძლევთ ძალას. არ შეგვეშინდეს სიმართლის ხმამაღალი თქმა. ვიცით ყველას ვერ მოვეწონებით, ხანდახან გვაკრიტიკებენ, გვიყვირიან, გვამკობენ, მაგრამ ეს ზუსტად ის არის, რაც გვაძლიერებს. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს და მადლობა თქვენ, რომ უკვე მეხუთე წელია არ გვტოვებთ ამ გზაზე მარტო. მომდენო ხუთშაბათს დავზუმავთ ისევ განათლებაზე 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე. ნახვამდის.